ახალი ამბები ჟორასთან ერთად. ასევე თხოვნა მექნებოდა რომ წინასწარ დაალაიქოთ და დაგვაფოლოვოთ, რომ უფრო მეტი ამდაგვარი რამ გადავიყოთ. დავიწყეთ. Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Cyberpunk Edge Runners-ის მეორე სეზონი 2026 წლის შემოდგომაზე გამოვა. მაყურებელი სრულად ახალ პერსონაჟებსა და დამოუკიდებელი ისტორიას იხილავს Night City-ში. სეზონი კვლავ 10 ეპიზოდისგან შედგება და ანიმაციაზე ისევ სტუდიო Trigger-ი მუშაობს. საინტერესო ფაქტი: მეორე სეზონი უფრო ბნელი და სასტიკი იქნება. PlayStation 5-ის და Xbox-ის ფასები იზრდება. Sony-მ და Microsoft-მა კონსოლების ფასები გაზარდეს. მთავარი მიზეზი მეხსიერებისა და SSD ჩიპების მკვეთრი გაძვირებაა, რაც AI ინდუსტრიის უზარმაზარმა მოთხოვნამ გამოიწვია. One Piece-ის რემეიქის პირველი თიზერი უკვე გამოვიდა. ანიმეს ამზადებს Wit Studio, რომელმაც ასევე შექმნა Attack on Titan-ის ადრეული სეზონები და Spy X Family. რემეიქი თავიდან მოყვება Luffy-ის ისტორიას, თუმცა თანამედროვე ანიმაციით, უკეთესი ტემპითა და უფრო მაღალი ხარისხით. ახალი Supergirl-ი კინოთეატრებში სუსტი სტარტით გამოვიდა. პირველ დღეებში ფილმმა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 29 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 170 მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე მოლოდინებზე დაბალია. დღეისათვის ეს იყო. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ ბევრად უფრო ცხელი ამბებით. თქვენთან ერთად კი იყო ჟორა და აბა მობილ შეხვედრამდე. Bye bye.